1795 წლის სექტემბერი. აღმოსავლეთ საქართველოს თავს საშინელი დამანგრეველი უბედურება დაატყდა. ირანის სასტიკი, ეშმაკური გონებითა და დაუნდობლობით ცნობილი მმართველი აღა მაჰმად ხანი უზარმაზარი 35,000-იანი გამოცდილი არმიით თბილისისკენ მოემართებოდა. მისი მიზანი მარტივი და შეუბრალებელი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს მიწასთან გასწორება. თბილისის გადაწვა და საუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მუხლზე დაჯოქება. საქართველოს 74 წლის 1000 ბრძოლა გამოვლილი და მრავალი ჭრილობით აღვსილი მეფე ერეკლე მეორე, უმძიმესი, თითქმის ჯოჯოხეთური რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მოკავშირეებისგან მიტოვებული სამეფო კარი კოლოსალური საფრთხის პირისპირ სრულიად მარტო დარჩა. ერეკლემ მიუხედავად უზარმაზარი ცდისა, დედაქალაქის დასაცავად მხოლოდ 5,000-მდე მეომრის შეგროვება შეძლო. მტრის რიცხობრივი უპირატესობა შოკის მომგვრელი იყო. თითოეულ ქართველზე 7 ირანელი მოდიოდა. თბილისის ქუჩებში სიკვდილის, შიშისა და მოსალოდნელი კატასტროფის მძიმე სუნი ტრიალებდა. მაგრამ სწორედ ამ კრიტიკულ უიმედო ვითარებაში, როდესაც თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, დედაქალაქისკენ არაგვის ხეობიდან მთიელთა რაზმი დაეშვა. 300 ვაჟკაცი, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, საიდან მოდიოდნენ და სად მიდიოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ამ ბრძოლიდან უკან ცოცხალი ვეღარავინ დაბრუნდებოდა. ეს არის ისტორია უტეხ სულზე, უპრეცედენტო თავდადებასა და უკვდავებაზე. როგორ იქცა 300 არაგველის გმირობა ქართული სულის მარადიულ უძლეველ სიმბოლოდ. 1795 წელს კრწანისის ველზე, დედაქალაქის მისადგომებთან, სისხლის მღვრელი და სასტიკი ბრძოლა დაიწყო. აღა მაჰმად ხანმა თავისი საუკეთესო ნაცადი შენაერთები ტაბახმელის მიმართულებით გაუშვა, რათა ქართველთა თავდაცვითი ზოლი ელვისებურად გაერღვია და თბილისის კარიბჭე პირველივე იერიში შეენგრია. მაგრამ ქართველთა მცირერიცხოვანმა არმიამ ერეკლე მეორის გენიალური სამხედრო ტაქტიკისა და პოზიციების ოსტატურად შერჩევის წყალობით ნამდვილი სასწაული მოახდინა. ვიწრო ხეობებსა და კრწანისის აღმართებზე განლაგებულმა ქართველმა არტილერისტებმა და კავალერიამ მტრის პირველივე მრისხანე ტალღები უმძიმე ცეცხლში გაატარეს. ბრძოლა იმდენად სასტიკი და შეუბრალებელი გამოდგა, რომ ირანელთა წინამებრძოლ რიგებში პანიკა და ირიბი უკანდახება დაიწყო. აღა მაჰმად ხანი, რომელიც საკუთარ არმიას შორიდან სათვალთვალო ბორცვიდან ადევნებდა თვალს, გაოგნებული და განრისხებული იყო ქართველთა ასეთი უტეხი წინააღმდეგობითა და თავგანწირვით. პირველი ორგანიზებული შეტაკების შემდეგ მტერმა კოლოსალური დანაკარგი განიცა და იძულებული გახდა უკან დაეხია. ვითარება იმდენად კრიტიკული გახდა ირანელებისათვის, რომ აღა მაჰმად ხანი უკვე ბანაკის აყრასა და უკან სპარსეთში გაბრუნებაზეც კი ფიქრობდა. მას არ სჯეროდა, რომ რამდენიმე 1000 ქართველს ასეთი ჯოჯოხეთური წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო. როდესაც ირანელთა სარდლობა მოღალატეთაგან შეიტყო ქართველთა ჯარის კატასტროფული სიმცირისა და ამოწურული რესურსების შესახებ, აღა მაჰმად ხანმა უკან დახევის გეგმა გააუქმა და ახალი, გადამწყვეტი შტურმის ბრძანება გასცა. 11 სექტემბერს განთიადისას მტრის უზარმაზარი, დასვენებული ლურდო მთელი თავისი სიმძლავრით გადავიდა შეტევაზე. სწორედ ამ კრიტიკულ, ჯოჯოხეთურ მომენტში ფრონტის ყველაზე სახიფათო და უიმედო ხაზზე 300 არაგველი დადგა. ბრძოლის წინ არაგვის ხეობის შვილებმა სამშობლოს, დედაქალაქისა და 74 წლის მეფის წინაშე წმინდა საზარელი ფიცი დადეს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, ყველა იქვე დავიხოცებით და მტერს თბილის ცოცხლები ვერ დავუთმოთ. როდესაც მტრის უზარმაზარი არმია ქართველთა პოზიციებს მოაწყდა, ჰაერში შიშის ყვირილი კი არ გაისმა, არამედ ქართული საომარი სიმღერა და მუსიკა. მღეროდა სიმები, მღეროდნენ სიკვდილის პირისპირ მდგარი მეომრები და ხმლების ხმაურში თუ დენთის კვამლში იწერებოდა ისტორია, რომლის ანალოგიც მსოფლიო სამხედრო მატიანეს იშვიათად უნახავს. არაგველებმა საკუთარი სხეულებით შექმნეს ცოცხალი, უტეხი კედელი, რომელსაც ირანელთა უზარმაზარი ტალღები ეჯახებოდა და სისხლიან ნამსხვრევებად იფანტებოდა.
ბრძოლა ნამდვილ ხელჩართულ ხორცსაკეპ მანქანად იქცა. ირანელები ქართველთა მცირერიცხოვან პოზიციებს ყოველ მხრივ აწყდებოდნენ. მტრის რიცხობრივი უპირატესობა იმდენად კოლოსალური იყო, რომ ირანელი მეომრები არაგველებს ტალღებად უწყვეტ ნაკადად აწყდებოდნენ. სამასივი არაგველი ბოლო სისხლის წვეთამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა. უმძიმესად დაჭრილები და დასისხლიანებულები ხმლებს ხელიდან არ უშვებდნენ. ფეხზე დგომას ბოლო წამამდე ცდილობდნენ და მტერს სანტიმეტრზე უღობავდნენ გზას. მათი მიზანი ახლა მხოლოდ ერთი იყო: საკუთარი სიცოცხლის ფასად მოეგოთ დრო, რათა მოხუცი მეფისთვის, სამეფო ოჯახისა და თბილისის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ალყიდან გამოსვლისა და გადარჩენის შანსი მიეცათ. არაგველებიდან არცერთს არ დაუხევია უკან, არცერთს არ უთხოვია შეწყალება. ყველა მათგანი კრწანისის ველზე საკუთარი ფიცისა და ღირებულებების ერთგული დაეცა. როდესაც ბრძოლის ველი სრულად განადგურდა და ფრონტი საბოლოოდ წაიშალა, ერთგულმა თავადებმა ციციშვილებმა და იოანე ბატონიშვილმა 74 წლის ერეკლე მეორე, რომელიც თავადად სიკვდილს ეძებდა ბრძოლის ველზე და მტერში ხმლით იკაფავდა გზას, ძალისმიერად თითქმის ხელში აყვანილი გაიყვანეს ტერიტორიიდან, რათა მეფე ტყვეობასა და გარდაუვალ სიკვდილს გადაერჩინათ. კრწანისის ველი სამასივე არაგველისა და ათასობით ქართველი გმირის სისხლით შეიღება. ადგილი, სადაც სიკვდილმა ვერ დაამარცხა ღირსება. კრწანისის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უმძიმეს ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. აღა მაჰმად ხანმა თბილისი აიღო, გადაწვა, ააოხრა და დედაქალაქი ცეცხლსა და ნანგრევებში ჩაძირა. მაგრამ მტერმა თავისი მთელი სასტიკი ძალისხმევის მიუხედავად ვერ შეძლო მთავარი, ქართველი ერის გატეხა, სულის დამორჩილება და მისი ისტორიის დასრულება. 300 არაგველის თავდადება მსოფლიოს დაანახა და მომავალ თაობებს უანდერძა, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ფიზიკურ სიცოცხლეზე, შიშსა და სიკვდილზე ბევრად მაღლა დგას. ეს არის სამშობლოს უპირობო სიყვარული, ფიცის წმინდა ერთგულება და საკუთარი ღირსების ბოლო სისხლის წვეთამდე დაცვა. მათმა გმირობამ საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ხალხის მეხსიერებაში მარადიულ შთამაგონებელ შუქურად იქცა. დღეს კრწანისის ველზე აღმართული მემორიალი მიწას კი არ დაჰყურებს, არამედ საშეხურებს. ის გვახსენებს იმ 300 ვაჟკაცს, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ამაყად ჩახედეს და საკუთარი თავგანწირვით უკვდავება მოიპოვეს. ახლა კი ჯერი თქვენზეა. დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. რას ნიშნავს პირადად თქვენთვის 300 არაგველის ფენომენი და რა გაკვეთილს გვასწავლის კრწანისის ომის ეს უმძიმესი, თუმცა დიდებული ისტორია. თუ მოგეწონათ ეს გამოშვება, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო. გამოიწერეთ არხი ქრონოსი და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგრჩეთ ჩვენი მომდევნო ისტორიული გამოშვებები. ჩვენ კი შეგხვდებით მომავალ ვიდეოში, სადაც ისტორიის კიდევ ერთ ეპიკურ და დაფარულ საინტერესო საიდუმლოს გადავშლით.